არის თუ არა სიცოცხლე მარსზე? ეს კითხვა ასტრობიოლოგებსაც და დევიდ ბოუისაც აწუხებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი წითელ პლანეტაზე მწერების რაღაც საზარელ კრებულს წარმოადგენდა, NASA-ს მეცნიერები იმის მტკიცებულებების პოვნაზე არიან გადართული, რაც დაადასტურებს, რომ მზიდან მეოთხე პლანეტაზე ოდესღაც მიკრობული სიცოცხლე ყვაოდა. ისინი იმდენად არიან დაინტერესებული ამით, რომ კოსმოსურმა სააგენტომ $5 მილიარდ მეტი დახარჯა ორი უაღრესად რთული რობოტული როვერის მარსმავალის Curiosity-ს და მარსმავალ Perseverance-ის მარსის ზედაპირზე ჩასატანად. და ახლა შესაძლოა ერთ-ერთმა ასეთმა როვერმა მარსზე არსებული მიკრობული სიცოცხლის ერთ-ერთი ყველაზე დამაჯერებელი მტკიცებულება აღმოაჩინა. ჯეზეროს კრატერში, რომელიც 50 კილომეტრის სიგანის კრატერია, ისრისპირის ფორმის კლდეზე, რომელსაც მეტსახელად ჩეიავას ჩანჩქერი ეწოდება, არსებული ეს მტკიცებულება სინამდვილეში წარმოადგენს მონაცემთა ტრიფექტას, რომელიც წარსულში მიკრობული სიცოცხლის არსებობაზე მიუთითებს. სადაო ქანზე კალციუმის სულფატის ორი ვერტიკალური ვენაა, რომლებიც სავარაუდოდ წარსულში წყლისგან წარმოიქმნა და ორივე ზოლი კლდის წითელ ზოლს აკრავს, რომელიც ლეოპარდის ლაქებით არის სავსე. დედამიწა სავარაუდოდ 8.7 მილიონი სახეობის სამშობლოა, რომელთაგან მხოლოდ მცირე ნაწილია მეცნიერულად იდენტიფიცირებული, თუმცა ამ უზარმაზარი განსხვავებული სიცოცხლის ხის მიუხედავად, ყველა ცოცხალი ორგანიზმი სამი დიდი კატეგორიიდან ან დომენიდან ერთ-ერთში ხვდება: არქეები, ბაქტერიები და ევკარიოტები. ყველა ის ნივთიერება, რომელსაც ჩვენ სიცოცხლეს უწოდებთ, მაგალითად ხეები, სოკოები და ცხოველები ევკარიოტულია. რაც იმას ნიშნავს, რომ მათი უჯრედები შეიცავს ბირთვს და სხვა მემბრანასთან დაკავშირებულ ორგანელებს. არქეები და ბაქტერიები კი პროკარიოტები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ასეთ სტრუქტურებს არ შეიცავენ. მიუხედავად იმისა, რომ მიკროსკოპით ეს ორი სხვა დომენი შეიძლება მსგავსი ჩანდეს, არსებობს განსხვავებების გრძელი სია, რაც არქეებს ბაქტერიებისგან ისევე განსხვავებულს ხდის, როგორც ადამიანებისგან. ცნობილია, რომ ქარის გარდა NASA-ზე მარსზე წარსულში წყლის არსებობის კვალიც აღმოაჩინეს, თუმცა ეს ვიწრო ქანების ზოლი ამ აღმოჩენას დიდ მნიშვნელობას ძენს. შელოგისა და პიქსელის ინსტრუმენტების გამოყენებით Perseverance-მა განსაზღვრა ქანების შიგნით ორგანული ნივთების არსებობა. დაადგინა, რომ ეს ლეოპარდის ლაქები სავარაუდოდ ქიმიურ რეაქციებზე მიუთითებს, რომლებიც შესაძლოა უძველეს მიკრობულ მარსიანელებს ენერგიით ამარაგებდა. მიუხედავად იმისა, რომ თითოეულის აღმოჩენა წყლის, ორგანული ნივთებისა და ქიმიური რეაქციების არსებობა აღსანიშნავი იქნებოდა, ცალ-ცალკე აღმოჩენის შემთხვევაშიც კი აქ სამივე ერთად აღმოაჩინეს და NASA-ს ეს სამივე ერთადგილას არასდროს აღმოუჩენია. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩეიავას ჩანჩქერის გეოლოგიური ქიმია შესაძლოა ჩვენთვის ჯერჯერობით საუკეთესო მნიშვნელობა იყოს იმაზე, რომ მარსზე ოდესღაც სიცოცხლე არსებობდა. ჩეიავას ჩანჩქერი ყველაზე იდუმალი, რთული და პოტენციურად მნიშვნელოვანი ქანია, რაც კი ოდესმე გამოკვლეულა Perseverance-ის მიერ. განაცხადა NASA-ს პრეს-კონფერენციაზე კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის წარმომადგენელმა კენ ფარლიმ, Perseverance-ის პროექტის მეცნიერმა. ჩვენ პირველად აღმოაჩინეთ ორგანული მასალაო გამორჩეული ფერადი ლაქები, რომელიც მიუთითებს ქიმიურ რეაქციებზე, რომლებიც მიკრობულ სიცოცხლეს შეუძლია გამოიყენოს ენერგიის წყაროდ და ნათელი მტკიცებულებაა იმაზე, რომ სიცოცხლისთვის აუცილებელი წყალი ოდესღაც ამ ქანში გადიოდაო. ამბობენ მეცნიერები. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი განსაკუთრებით საინტერესოა, ის ჯერ ახლოს არ არის პირველი მარსული აღმოჩენისგან, რომელმაც მნიშვნელოვანი მიკრობული აჟიოტაჟი გამოიწვია. წელს მეცნიერებმა, რომლებიც გეილის კრატერში მეორე მარსმავალის Curiosity-ს 2017 წლის მისიის მიერ ნიადაგის ანალიზს იკვლევდნენ, აღმოაჩინეს, რომ მაგ ნიადაგში მანგანუმის სიმრავლე იყო. ის, რაც როგორც წესი მოითხოვს ჟანგბადისა და აბა თუ გამოიცნობთ, დიახ, მიკრობების არსებობასაც. თუმცა ყველა აღმოჩენას რამდენიმე გაფრთხილება ახლავს თან. Curiosity მარსის დაჟანგვის პროცესის შესახებ ძალიან ცოტა ინფორმაციას იძლევა, იმისთვის რომ დანამდვილებით ვივარაუდოთ გეილის კრატერში იყო თუ არა მიკრობები. ეს ახალი აღმოჩენაც არ არის დაზღვეული სამეცნიერო გადამოწმებისგან, თუმცა ამ ფოტოზე კიდევ ერთი უნიკალური რამ აღმოაჩინეს.
ეს არის მილიმეტრიანი ოლივინის კრისტალები. ეს არის მინერალი, რომელიც მაგმისგან წარმოიქმნება. ეს შესაძლოა ხსნიდეს წარსულში თუ როგორ შეიძლებოდა წარმოექმნა ვულკანურ აქტივობას ეს გეოლოგიური ფენომენი. მეცნიერებმა იმ ქვას ლაზერები და რენტგენის სხივები მიუშორეს და იმით დააზიანეს. შემდეგ დღე და ღამე თითქმის ყველა წარმოსადგენელი კუთხიდან გადაიღეს. თუმცა რეალურად Perseverance მეტი არაფერი აქვს მოსაცემი იმის სრულად გასაგებად თუ რა მოხდა მარსის დინარის ხეობაში ჯეზეროს კრატერში მილიარდობით წლის წინ მეცნიერთა ჯგუფს სურს ჩეიავას ჩანჩქერის ნიმუში დედამიწაზე ჩამოიტანოს რათა მისი შესწავლა ლაბორატორიებში არსებული მძლავრი ინსტრუმენტებით იყოს შესაძლებელი 6 პორბლიან გეოლოგს არ აქვს შეშენებული ლაბორატორია თუმცა ეს სინამდვილეში მახასიათებელია და არა ნაკლი ნასამ თავდაპირველად Perseverance-ის ნიმუშების აღების მისია დააპროექტა, რაც იმას ნიშნავს, რომ კოსმოსური სააგენტო დამატებით კოსმოსურ ხომალდს გაგზავნიდა Perseverance-დან ნიმუშების აღებისა და შემდგომი შესწავლისთვის დედამიწაზე დასაბრუნებლად. თუმცა რადგან ასეთი მისიის ღირებულება $11 მილიარდ უახლოვდება, ამ მარსული გეოლოგიური საზრებების ნიმუშების ჩამოტანა ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ისევ როგორც იმის გარკვევის შესაძლებლობა არსებობდა თუ არა ოდესღაც მარსზე მიკრობული სიცოცხლე. ზოგადად მარსი ქარიანი ადგილია ჩვენ ვიცით რომ არსებობს ნახევრად რეგულარული მტვრის ქარიშხლები და დედამიწის მსგავსად პლანეტა ქარის მიერ გაფანტული ობიექტების ქვიშის დიუნების და ტალღების სამშობლოა. ეს შეიძლება რთული რელიეფი იყოს თუ როვერს როტორკრაფტს იყენებთ. ზოგიერთ ადგილას წითელი პლანეტის ზედაპირი დაფარულია მასიური ტალღის მსგავსი სტრუქტურებით, რომელსაც მეგარიპლები ეწოდება. მეცნიერებმა პირველად ეს სტრუქტურები 2000-იან წლების დასაწყისში აღმოაჩინეს, თუმცა ვარაუდობდნენ, რომ ისინი უძრავად დარჩენილ ნაწილებს წარმოადგენდნენ, რომელთა ფორმებით სამუდამოდ უცვლელი იყო. ახლა კი მეცნიერებმა ნახეს, რომ ქვიშის ეს გიგანტური ტალღები შესაძლოა უძრავად არ იყოს. ისინი შედგება უხეში მარცვლებისგან, რომლებიც მარსის ზედაპირზე სრიალებ. დაკვირვება მაჩვენა, რომ ზოგიერთი ფორმა დღესაც აქტიურია. მეცნიერებმა შეისწავლეს NASA-ს 2005 წელს გაშვებული Mars Reconnaissance ორბიტერის მონაცემები, რათა უფრო ახლოს დაკვირვებდნენ მახასიათებლებს. შეისწავლეს 1400 მეგარიპლი ორ ადგილას, მაკლაფლინის კრატერსა და ნილი-ფოსეს რეგიონში. ჯგუფმა აღმოაჩინა, რომ მეგარიპლი ორივეგან მოძრაობდა. მას მერე, რაც მარსზე გაიგზავნა სხვა მარსმავლები, ამ ქარების მოსმენაც გახდა შესაძლებელი. აი მოусმინეთ მარსის ხმას. როგორც ირკვევა, მარსის ქარები ერთგვარ ჯაჭვურ რეაქციას იწვევს. როგორც კი მარცვალი დაიწყებს ტრიალს, მას შეუძლია სხვა მარცვლები გადააბრუნოს. რამაც შესაძლოა ნელ-ნელა მთელი დიუნი გადაწიოს გეოლოგიური პროცესის მეშვეობით, რომელსაც დარტყმით გამოწვეული ცოცვა ეწოდება. ეს ნაშრომი მეცნიერებს ეხმარება კიდევ უფრო უკეთესი წარმოდგენა შეექმნათ იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს გარემო პირობები მარსზე და ქარი მარსზე მეცნიერებისთვის შეშფოთების საგანი იყო როგორც მომავალი რობოტული, ასევე ასტრონავტული მისიებისთვის უცხო პლანეტაზე. სანამ ვიდეოს დავასრულებთ, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ამ ვიდეოს დალაიქება. დიდი მადლობა.